მოგესალმებით, მეგობრებო, მოგიკითხავთ. პირველ რიგში გეტყვით, რომ ძალიან მომინდა მე თქვენთან შეხვედრა, გადატვირთული რეჟიმის გამო. ცოტა დაპაუზდა ჩემი ვიდეოები და მე დღეს თქვენთვის მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა მარტის თვის ცვლილებებზე. რა გველის, რა სიახლეები გველის მარტის თვეში, მეგობრებო. მაშასე გავიგოთ, რა გველის მარტის თვეში. მარტის თვის სიახლეები ჩვენთვის. ნახოთ ახლა რა ენერგიებში ვართ. მეგობრებო, ცოტა ემოციურად ხართ განწყობილი თითქოს. რაღაც საკითხის წინაშე დგახართ და იქიდან გამოსასვლელ გზას ვერ პოულობთ. შეიძლება ეს ეხებოდეს პარტნიორ მამაკაცს, ან თქვენს მეუღლეს, ან ოჯახში გქონდეთ ცოტა გაურკვეველი სიტუაცია, სადაც ვერ გადაგიწყვეტიათ რა და როგორ გააკეთოთ. რაღაც საკითხთან დაკავშირებით გაქვთ საკმაოდ დიდი ემოციები. შეიძლება ეს ეხებოდეს თქვენს პარტნიორ მამაკაცს, ან ოჯახში ისე ვერ მოეწყო ყველაფერი, როგორც დაგეგმილი გქონდათ და ამის გამო ღელავთ. რას ეხება ეს თქვენი? რაღაც გადაწყვეტილება გინდათ მიიღოთ. შეიძლება რაღაცის შეძენაც გსურდათ ზოგიერთებს. შეიძლება ამ მამაკაცისგან თქვენ ელოდით გადაწყვეტილებას და არჩევანს და ამ მამაკაცს თქვენს შორის თქვენზე უნდა გაეკეთებინა არჩევანი და აქ რაღაც მოხდა და რაღაც სიტუაციაში ამ მამაკაცმა ვერ გააკეთა არჩევანი. აქ პენტაკლების დედოფალიც ამოვიდა და ხომ არ არის ეს მესამე პირი და თქვენს და მესამე პირს შორის ადამიანმა დროულად ვერ მიიღო გადაწყვეტილება და თქვენ ეს გაღელვებთ. მეგობრებო, ეს რადგან საჯარო გაშლა, მინდა ყველამ თქვენი სიტუაცია აიღოთ აქედან. ძალიან ბევრი ენერგია ტრიალებს, ამიტომ რა თქმა უნდა 100%-ით თითოეულ თქვენგანზე ვერ იქნება ეს გაშლა მორგებული. პირად კონსულტაციაზე შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე. და სწორედ ხართ ახლა ისეთ სიტუაციაში, როდესაც უკვე თითქოს აღარ გაქვთ ძალა იმის, რომ მიიღოთ რამე გადაწყვეტილება და უკვე უფალს სთხოვთ თქვენ დახმარებას. კარგით, ეს იყო სიგნიფიკაცია ახლა თქვენი სიტუაციის და მოდი ვნახოთ რა იქნება თქვენს კარიერაში. მარტის თვეში თქვენი კარიერა. მეგობრებო, თუ კარიერაში თქვენ იმედგაცრუებული იყავით, რაღაც სხვა გზით წახვედით და მაინც არ გაგიმართლათ იმედი იმ გზამ, აქ თქვენ აუცილებლად უნდა გამოხვიდეთ კრიზისული სიტუაციიდან, მოეშვათ სევდას და გადადგათ ნაბიჯები, რადგან ეს ნაბიჯები თქვენ აუცილებლად მიგიყვანთ და გამოგიყვანთ ამ მდგომარეობიდან და მიგიყვანთ თქვენთვის სასურველ სიტუაციამდე. თითქოს აქ მაჩვენებს, რომ უკმაყოფილო ხართ თქვენი კარიერით, რაც თქვენ გაკეთეთ, თითქოს ისე არ გამოვიდა, როგორც თქვენ გსურდათ. შეიძლება ვერ მიიღეთ ის დაფასება, რასაც ელოდით და ამან გამოიწვია თქვენში ძალიან დიდი ემოცია და სტრესი, მაგრამ თქვენ
აუცილებლად უნდა გამოხვიდეთ აი ამ სიტუაციიდან, გადადგათ ნაბიჯები და თქვენ რეალურად მიხვალთ იქამდე, სადაც გსურთ რომ მიხვიდეთ. რა გამოგიყვანთ ამ სიტუაციიდან? მეგობრებო, რაღაც დაფარული გაირკვევა, ეს ეხება თქვენს კარიერას და თქვენ ამ ემოციური სიტუაციიდან გამოხვალთ, რადგან აქ იყო რაღაც გაურკვევლობა და აი ამ გაურკვევლობას ბოლოს მოუღებს მამაკაცი, რომელიც დაგეხმარებათ, რომ აი ამ გაურკვეველი სიტუაციიდან გამოგიყვანოთ. თუმცა თქვენ ჩუმად ხართ აი ამ ყველაფერზე, აი ამ ემოციას მხოლოდ გულში თრგუნავთ თქვენს ემოციებს, თუმცა ძალიან კარგად აცნობიერებთ რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ აი აქ თქვენს კარიერაში აუცილებლად გეხმარებიან ადამიანები, რომლებიც გამოგიყვანენ აი ამ კრიზისული სიტუაციიდან. რა იქნება კარიერაში მარტის თვეში? დიახ მეგობრებო, აი ის თქვენ გგონიათ რომ გამოუვალი სიტუაცია ახლა მეგობრებო, მაგრამ ეს მხოლოდ თქვენი წარმოსახვაა. თქვენ თითქოს რაღაც ჩარჩოში ხართ მოქცეული და რაღაც მომენტში მხოლოდ თქვენ ფიქრებში ხართ ასე უიმედო მდგომარეობაში, მაგრამ რეალურად თქვენ აი ამ ყველაფერს გაანულებთ და ახლიდან შეიძლება ახალი შემოთავაზებაც კი მიიღოთ და რამოდენიმე იყოს თან ეს შემოთავაზება თქვენს კარიერაში და ახალი გზით მოგიწიოთ წასვლა და სწორედ ეს გზა მიგიყვანთ აი იმ სიუხვემდე, რაც თქვენ ნამდვილად გჭირდებათ კარიერაში და იმ წარმატებამდე, გაგიყვანთ წარმატების გზაზე აუცილებლად. მოდი ვნახოთ მეგობრებო, ფინანსური მდგომარეობა, როგორ შეიცვლება მარტის თვეში. ფინანსები, თქვენი ფინანსები მარტის თვეში. აი ზუსტად აქაც იგივე კრიზისული მდგომარეობა ახლა. აი ეს კრიზისული მდგომარეობა თქვენ ფინანსებში, რაც აქ გაქვთ, უკვე გასულია ფინალში, მეგობრებო, ნამდვილად მართალი ახლა თქვენ ხართ აი ამ კრიზისულ სიტუაციაში და ძალიან ნერვიულობთ, მაგრამ აი ეს უკვე არის ბოლო ეტაპი. მე წეღანაც გითხარით, რომ თქვენ თითქოს ყველაფერმა პირი შეკრა თქვენს წინააღმდეგ, ისეთი სიტუაცია გაქვთ ახლა, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ სიბნელეს სინათლე მოყვება და წვიმას დარი. ამიტომ სწორედ აი ეს ბოლო გასავლელი გზა გაქვთ და სულ ცოტაც და თქვენ აუცილებლად გამოხვალთ ამ სიტუაციიდან, მაგრამ მეგობრებო, არის აქ ერთი მაგრამ. აქ მაღალი ძალები აკვირდებიან თქვენს მდგომარეობას, რამდენად სწორად გამოხვალთ აი ამ მდგომარეობიდან. რას გულისხმობს? მოდი ვიკითხოთ, რას ნიშნავს, რა უნდა გააკეთოთ? უნდა გააკეთოთ სწორი არჩევანი, მეგობრებო. მე კარიერაშიც გითხარით, თქვენ მოგეცემათ არჩევანის საშუალება. დააკვირდით, მეგობრებო, დააკვირდით ემოციურად, რაც მიგიზიდავთ, რომელი საქმეც მიგიზიდავთ. თუ შემოგთავაზებენ რამოდენიმე პოზიცია სამსახურში, რომელიც თქვენ მიგიზიდავთ და რომელ საქმესაც თქვენ სიყვარულით და სიხარულით გააკეთებთ, სწორედ ის მოგიტანთ თქვენ ფინანსურ ანაზღაურებას, ისეც, რომელიც თქვენ გსურთ, მაგრამ აუცილებლად ეს უნდა იყოს სიამოვნებით გაკეთებული საქმე. შეიძლება საერთოდ შეიცვალოთ პროფესია და ახალი საქმე წამოიწყოთ მარტის თვეში თქვენ. ფინანსები როგორი იქნება? დიახ მეგობრებო,
შეიძლება მეგობრებო, ადრე თქვენ გსურდათ აი საქმიანობა და იმის რეალიზაცია ვერ მოახდინეთ, ადრე გსურდათ, მაგრამ მერე თითქოს მიივიწყეთ და თქვენს ოცნებებზე თქვით უარი და ახლა მოგეცემათ საშუალება აი ეს თქვენი საქმე აკეთოთ, თქვენი საყვარელი საქმე აკეთოთ და ის მიიღოთ თქვენ რაც გსურთ. თქვენ მაგი ხართ მეგობრებო, თქვენს ხელშია ყველაფერი, პოტენციალი ძალიან დიდი გაქვთ და შეიძლება აქ როგორც აღვნიშნე დაგეხმარონ ადამიანები. შეიძლება ძველი ნაცნობიც იყოს მეგობრებო. თქვენი ფინანსური მატერიალური მხარე როგორი იქნება მარტის თვეში. დაგჭირდებათ ცოტა ძალისხმევა, დაგჭირდებათ გამოყენება არა მხოლოდ ძალის, არამედ გონების მეგობრებო. და ცოტა შეიძლება კონფლიქტი გქონდეთ თქვენ თავთან, რომელი აირჩიოთ, რომელი ჯობია თქვენთვის, მაგრამ თქვენ ამას ნამდვილად შეძლებთ და თქვენ აუცილებლად მოგეცემათ სტაბილური ფინანსური შემოსავალი. მე მგონია, რომ უფრო ხელფასია და არა ერთჯერადი შემოსავალი ეს. ფინანსური მდგომარეობა. პირველ რიგში მეგობრებო, აუცილებლად გონებით, გონება, გულით, გონებით ერთობლივად უნდა მიიღოთ ეს გადაწყვეტილება, რა გსურთ გააკეთოთ და იმ საქმეს, რასაც თქვენ ხელს მოჰკიდებთ და ეს იქნება თქვენი საყვარელი საქმე, ეს აუცილებლად მოგიტანთ ფინანსურ წარმატებას. დიახ მეგობრებო, აუცილებლად, მაგრამ აუცილებლად დაგჭირდებათ ვინმეს თანადგომა და ვინმე თუ გამოხატავს თქვენს მიმართ მხარდაჭერას და გამოხატავს სურვილს დაგეხმაროთ, თქვენ ამაზე უარი არ თქვათ. მეგობრებო, მოდით ნახოთ ახლა თქვენთვის საყვარელი თემა. მოდით ვკითხოთ მანარას. პირადში როგორი იქნება მარტის თვე თქვენთვის მეგობრებო. პირადი ურთიერთობები მარტის თვეში რა გელოდებათ? პირად ურთიერთობაში მარტის თვეში. მეგობრებო, თქვენ მარტის თვეში შეიძლება დაასრულოთ ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც თქვენ შეამჩნევთ, რომ რაღაც მომენტში თითქოს ეს ადამიანი თქვენგან ითვისებდა რესურსს. შეიძლება ეს იყოს ენერგია. შეიძლება ეს იყოს ეს ადამიანის წუწუნი გართმევდათ ძალიან დიდ ენერგიას. ან ეს ადამიანი მუდმივად ცდილობდა გამოეყენებინა თქვენი ენერგია თავის სასიკეთოდ და მხოლოდ თქვენ იღებდით ამ ურთიერთობაში ბევრს და ეს ადამიანი თქვენს მიმართ არ გამოხატავდა იმას, რასაც იმსახურებდით. თითქოს მაპატიეთ მეგობრებო, მაგრამ თითქოს ეს ადამიანი თქვენგან ისრუტავდა იმ თქვენ ენერგიას და აღარ გაძლევდათ საშუალებას, რომ აგესრულებინათ თქვენი სურვილები, ოცნებები და თითქოს ისეთი ენერგია მოდის, რომ ამ ადამიანს მიქონდა თქვენი პოტენციალი, ყველანაირი ენერგიისგან ეს ადამიანი ძალიან ცუდად როგორ თქვა, პარაზიტობდა, მოკლედ, როგორც ცუდათაც არ უნდა ჟღერდეს და თქვენ იყავით ამ ადამიანისგან დონორი და ეს ადამიანი თქვენგან იღებდა ძალიან დიდ ენერგიას და თქვენ გერთმეოდათ ამ შემთხვევაში ეს ენერგია და თქვენ სწორედ მარტის თვეში ახლა შეიძლება უკვე გადაფასების პერიოდში ხართ, უკვე ძალიან კარგად მიხვდით ამ ადამიანის
ენერგიებს, აქ ძალიან გაცნობიერებული ადამიანები მიყურებთ, საკმაოდ ძლიერი ადამიანები, თქვენ მიხვდით, რომ ეს ადამიანი ცუდზე გავლენას ახდენს თქვენზე და გადაწყვეტილება გაქვთ მიღებული, რომ დაასრულოთ, ან მიიღებთ, რომ ამ ადამიანის ეს ცუდი ზემოქმედება ენერგიებით დასრულდეს. რა იქნება მარტის თვეში თქვენთან, გოგოებო? მეგობრებო, ნამდვილად თქვენ დაასრულებთ ამ ადამიანთან აი ურთიერთობას, რაც გქონდათ, შეიძლება ახლა უკვე დასრულების პერიოდში ხართ და უკვე ცოტა სევდიანიც ხართ ამის გამო, მაგრამ აქ თქვენ ძალიან კარგად მიხვდებით მარტის თვეში რამხელა პოტენციალი გაქვთ და ეს ადამიანი რამდენად პატარაა თქვენთვის, პატარაა მენტალურად, მეგობრებო. თითქოს ეს ადამიანი ვერ განვითარდა და ვერ დაგეწიათ, ასე ვთქვათ, და შეიძლება ერთგვარი უკვე ბალანსი დაირღვა თქვენს შორის და თქვენც მიხვდით, რომ ეს ადამიანი განვითარებაში ვერ გეწევათ, უკაცრავად ძალიან ცუდად საუბრობ, მაგრამ რასაც კარტი მიჩვენებს, მე უფლება არ მაქვს არ გავაჟღერო. რა იქნება ურთიერთობებში მარტის თვეში, მეგობრებო? მარტის თვეში კიდევ ერთხელ, მეგობრებო, კიდევ ერთხელ მიხვდებით, რამდენად საშიში იყო, რამდენად აყოვნებდა ეს ადამიანი თქვენს განვითარებას, რამდენად გილახავდათ ეს ადამიანი თვითშეფასებას. ეს ადამიანი მოქმედებდა თქვენს თვითშეფასებაზე. შეიძლება იყო შეურაცხყოფაც, შეიძლება უბრალოდ მის მოქმედებებში იყო შეურაცხყოფა, ან იმ ერთ სიტყვაში იყო ისეთი გამოვლინება, რომ თქვენ თვითშეფასება გეკარგებოდათ. და მარტის თვეში თქვენ ძალიან კარგად მიხვდებით ამ ყველაფერს და აქ მიხვდებით თქვენი თავის ფასს, სწორედ ახლა დააფასებთ და პირველ ადგილზე დააყენებთ თქვენ თავს. მიხარია, მეგობრებო, საკმაოდ ტრანსფორმაციული თვე გელით პირად ურთიერთობებში, თუმცა ეს თქვენს ასიკეთოთ. რა იქნება შემდეგ მარტის თვეში? მეგობრებო, მარტის თვეში თქვენს შეიძლება ზოგიერთი თქვენგანის ცხოვრებაშიც გამოჩნდეს მამაკაცი, რომელიც ძალიან სასიამოვნო ენერგიებით შემოვა, თავისი ქარიზმით, მიზანდასახულობით, ყველანაირად შეიძლება შეეცადოს თქვენს მოხიბლას, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ, რომ თქვენ იყავით ფრთხილად, შეიძლება ამ მამაკაცს თქვენთან სურდეს ფარული ურთიერთობა და გადაამოწმეთ, რომ ის უკვე არ იყოს სტაბილურ ურთიერთობაში ვინმესთან. ეს გაფრთხილება, მაგრამ მარტის თვეში თქვენ უფრო იქნებით დაკავებული, უფრო თქვენი თავზე, უფრო იმ ეტაპზე იქნებით, როდესაც ადამიანი ირჩევს თავის თავს და უკვე თავის ცხოვრების გაუმჯობესებაზე იწყებს ფიქრს. რა გელით მარტის თვეში პირადში, მეგობრებო? მეგობრებო, მარტის თვე, როგორც გითხარით, რომ ტრანსფორმაციული იქნებოდა, ნამდვილად ასეა. კიდევ ერთხელ დამინდა სტურად, რომ ეს ყველაფერი იქნება თქვენთვის ერთგვარი გაკვეთილი. ძალიან ბევრ რამეს
ისწავლით აი ამ ყველაფრისგან. ეს იქნება თქვენი გაკვეთილი, სადაც მიუხედავად იმის, რომ ნეგატიური ძალიან ბევრი იყო, აი ამ თქვენს ურთიერთობაში მარტის თვეში, იქიდან თქვენ მაინც გამოიტანთ დასკვნებს, რა იყო კარგი და რა იყო ჭკუის სასწავლებელი. და აქ თქვენ ძალიან კარგად გააცნობიერებთ თქვენ სისუსტეებსაც და სწორედ აი იმ თქვენ სისუსტეებს აქცევთ ახლა ძალიან ძლიერ მხარეთ. საოცარი ადამიანები ხართ და როგორ მიხარია მეგობრებო ამ დონეზე რომ გაქვთ ცნობიერება. რა იქნება და აი ამ ტრანსფორმაციის შემდეგ თქვენ მიიღებთ მინიშნებებს სამყაროსგან, რომ თქვენ ხართ ის გამორჩეული, ის ყველანაირად შემკული ქალი, რომელიც ღირსია ნამდვილად, უყვარდეთ გულწრფელად, აღიარონ გულწრფელად და თქვენ იქნებით ნამდვილად სასურველი ადამიანი და არ არის გამორიცხული თქვენს ცხოვრებაში ცოტა ასაკით პატარა ადამიანებიც გამოჩნდნენ, რომლებიც თქვენს ასეთ ძლიერ მომხიბვლელ ქალბატონს გვერდს ვერ ჩაუვლიან გულგრილად. მე მეგობრებო, დიდ წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და ველი თქვენს კომენტარებს კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ძალიან მომენატრა თქვენთან კომუნიკაცია. მე თითოეული თქვენგანის კომენტარებს ვკითხულობ დიდი მადლიერებით და სიყვარულით, გემშვიდობებით მომავალ გაშლამდე. დროებით.